მოგესალმებით მასწავლებლებო და მასწავლებლობის მსურველებო. გისურვებთ წარმატებებს მომავალში და მადლობას გიხდით ყველა აქედან იმათ, ვისაც თბილისში ტყებს არიშურებს და მიკავშირდება. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ეხლა განვიხილოთ ეს წლევანდელი გამოცდის ტესტები. ანუ პირველი საკითხში, რა არის აი ამ გამოსახულების გამყოფი მოცემული რიცხვებიდან? ეს რიცხვები ჩავწეროთ როგორც კუბების ჯამის სახით. ეს იქნება 2-ის კვადრატი ახარისხებული მესამე ხარისხში, ანუ 4 კუბში. ეს კი იქნება 5-ის კვადრატი მესამე ხარისხში, ანუ 25 კუბში. ანუ გვექნება 4-ს დავუმატოთ 25 გამრავლებული, შემდეგ მიშულ ასაღა გვჭირდება, მაგრამ მაინც 16-ს გამოვაკლოთ 100 დავუმატოთ 625. აი ეს ჩვენი გვაქვს აქ 29, რომელიც არის ჩვენი პასუხი. 29 არის სწორი პასუხი. შემდეგ მოცემულია 4 ფირმის წილობრივი მონაცემი არის აქ სრიული სექტორზე მოცემული. მათი საერთო შენატანი არის 1,8 მილიონი. ეს არის პირველი, მეორე, მესამე ფირმის სექტორების გადასული ზომა და მეოთხეს წილი უნდა ვიპოვოთ. ანუ 240-ია 360 აკლია 120, ანუ 120 გრადუსი უჭირავს მის სრიულ სექტორს. 120 არის მთელი წლის მესამედი, ანუ შემოსავლის მესამედიც იქნება მისი წილი. ანუ გავყავთ 3-ზე, გვექნება 0.31. ამდენი მილიონი. მილიონი 6 ნულით არის, ამიტომ გვექნება 36. ეს ორი იმის შემდეგ ორი რიცხვი 2 ნულს შეყლაპავს, თან დგას და გვექნება 1, 2, 3, 4, 0. ანუ 360,000 ლარი არის მეოთხე ფირმის. მოსნექილიან კუთხედის კუთხედთა ჯამი არის 360 გრადუსი, ვიპოვოთ n. ანუ რამდენი კუთხა ეს მრავალკუთხედი. ფორმულა არის 180 გამრავლებული n-2-ზე. ეს არის 3060. ორი მხარე 180-ზე გავყოთ, გვექნება n-2 არის 17, n არის 19, ანუ 19 კუთხა. ჩვენი. ბატონო, კრებულებზე გავყავით, კრებულს აღარ დაგვრჩა. შემდეგ მოცემული გვაქვს სისტემა და უნდა ვიპოვოთ 5x-2y რას უდრის. სისტემიდან ერთ-ერთი ცვლადი რომ მოვაგდოთ, პირველი გავმრავლოთ 4-ზე, შემდეგ შევკრებთ და გაქრება y. ამდენ გვექნება 12x დავუმატოთ 4y, გამოვაკლოთ 8 უდრის 0-ს, x გამოვაკლოთ 4y, დავუმატოთ 3 უდრის 0-ს. შევკრიბოთ, გვექნება 13x, გამოკლებული 5, ან 13x უდრის 5-ს. გადმოვიდანთ, x არის 5/13. ჩვენ გვინდა 5x. 5x იქნება 25/13. ჩავსამთ x-ის მნიშვნელობას აი აქ, გვექნება 5/13-ს, გამოვაკლოთ 4y, დავუმატოთ 3 უდრის 0-ს, საიდანაც 4y არის 13, 5 დამატებული 29, ანუ ეს არის 54/13. ჩვენ კი გვინდა 2y. 2y რადგან გვინდა 2-ზე გავყოთ, გვექნება 22/13. შევკრიბოთ ახლა ესენი და გვექნება პასუხად 47/13. მათემატიკის ისტორია და ფიზიკის წიგნებია რაღაც x რაოდენობა. მათემატიკის წიგნების რაოდენობა 40%-ია, ანუ 40/100, იგივე 2/5. 2/5 x არის მათემატიკის წიგნები. ისტორიის წიგნი მათემატიკის წიგნების რაოდენობის 70%-ია, ანუ 2/5-ს ვამრავლებთ 70/100-ზე, ანუ 7/100-ზე. 7/100-ზე აქ 2 და 5 შეიკვეცება და გვექნება 7/25. 7/25 x არის ისტორიის წიგნი. 7/25 x. რა მინიმალური რაოდენობის ფიზიკის წიგნი შეიძლება იყოს თაროზე? ყველაზე უმცირესი რაოდენობა რა შეიძლება იყოს ფიზიკის წიგნების? ჩვენ დავიცვალოთ x-ი რამდენი იქნება. ანუ ეს იქნება 5 თუ გავართ 10/25, 10/25 x-ს დავუმატოთ 7/25 x, ეს არის 17/25 x, ანუ ეს დარჩა ფიზიკა 8/25 x დარჩა. მინიმალური რომ იყოს, ესე იგი, მაშინ ყველა წიგნის რაოდენობა 25 უნდა იყოს. 25 და დარჩება ფიზიკის წიგნი 8. შემდეგი იქნება 50, მაშინ 16 იქნება, მინიმალური რაოდენობა იქნება 8 არის სწორი პასუხი. მოცემულია წესიერი 6 კუთხედის შემოხაზული. მასზე შემოხაზული წრეწირის რადიუსი 6 ტოლია, უნდა ვიპოვოთ
მასში ჩახაზული წრეწირის რადიუსი. ესე იგი, წესიერი 6 კუთხედი იყოფა 6 ტოლგვერდა სამკუთხედებად. შემოხაზული წრეწირის რადიუსი, ნახეთ, ესა. მისი გვერდების ტოლია, ესეთი ყველა ერის ტოლია. ანუ გვაქვს ტოლგვერდა სამკუთხედი და ერი კი ჩახაზული წრეწირის რადიუსია, ეს არის ერი. ანუ ეს არის 30-იანის პირდაპირ მდებარე კუთხე, ეს არის 20, ეს არის 30, ეს არის 1/9, ერის ნახევარი. ეს იყო 6, ეს არის 6, ეს არის 3, ეს იქნება 3 ფესვი 2-დან. პითაგორას თეორემით, ანუ ერი პატარა არის 3 ფესვის 3-დან. პითაგორას თეორემით, ხო? ნახეთ შევამოწმოთ. 3 ფესვის 3-დან კვადრატში დავუმატოთ 3-ის კვადრატი უდრის 6-ის კვადრატს. ანუ 27 დავუმატოთ 9 არის 36. ანუ პასუხი არის 3 ფესვის 3-დან. და გამოცანაში მოცემული და გვაწვდილი ფუნქციის გრაფიკი და მოცემული პირობებიდან რომელია სწორი. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე. ჩვენ თვითონ დავადგინოთ ჯერ მოდი ყველა a, b და c-ს ნიშნები. a, რადგანაც პარაბოლას შტოები ქვემოთ აქვს, a უარყოფითი, გვაქვს a ნაკლებია 0-ზე. უარყოფითი დადებითი, ეს არის, ამიტომ აქ არ გამოგვადგება პირველი ეს. შემდეგ, რაც შეეხება c-ს, c არის გადაკვეთის წერტილი y-თან, c დადებითი გვაქვს ჩვენ c მეტია 0-ზე. c მეტია 0-ზე გვაქვს, სხვაგან c არა გვაქვს, აქაც გვაქვს c მეტია 0-ზე, ანუ c სწორი. ეხლა b დავადგინოთ. b-ს დასადგინად, მოდი გავიხსენოთ x0-ის ფორმულა. x0 არის - b შეფარდებული 2a-სთან. ჩვენი x0 წვერო არის უარყოფითი, ანუ ეს არის ნაკლები 0-ზე, მაგრამ a-ც უარყოფითი იყო. მინუსი და კიდევ ერთი მინუსი გვინდა, რომ უარყოფითი მივიღოთ, ანუ ესე იგი b-ც ყოფილა ნაკლები 0-ზე. b ნაკლებია 0-ზე და a ნაკლებია 0-ზე, ეს პასუხი არის სწორი, ანუ მეოთხეა სწორი პასუხი. ახლა იპოვეთ ყველა a პარამეტრის ყველა იმ ნატურალური მნიშვნელობათა ჯამი, რომელთაგან თითოეულისთვის ამ განტოლების ამონახსნეს ნატურალური, ანუ a-ს ნატურალური გვინდა და x-იც ნატურალური რომ იყოს. გავხსნათ უბრალოდ ჭრილები, გვექნება 7ax დავუმატოთ 35, გამოვაკლოთ 5ax-ი მინუს 45 უდრის 0, საიდანაც 2ax-ი უდრის 10 და ax-ი 5-ის ტოლია. ანუ a შეიძლება იყოს 1 და x შეიძლება იყოს 5, ან a შეიძლება იყოს 5 და x-ი 1. ჩვენ გვინდა a-ს მნიშვნელობათა ჯამი, ან 1-ის და 5-ის ჯამი არის 6, არის პასუხი. მართკუთხა სამკუთხედში გავლებული გვაქვს მედიანა, მედიანის და მცირე კატეტის ჯამი არის 11-ის ტოლი. სინუს ალფა არის 3/5 და უნდა ვიპოვოთ ჰიპოტენუზა. ანუ მედიანა, როცა გავლებულია მართი კუთხიდან, ის არის ჰიპოტენუზის ნახევარი, ანუ c2m-ის ტოლია. 2m უნდა ვიპოვოთ ჩვენ. და ალფა 3/5-ია, ეს არის მცირე გვერდის პირდაპირ მდებარე ალფა კუთხე, იმიტომ რომ მეორე იქნება 4/5, მათი ჯამში კვალტების ჯამი 1 ხომ და იყოს კოსინუს სინუსის და ამიტომ სინუს ალფა არის, ესე იგი, a შეფარდებული ჩვენი 2m-თან. ჩავწეროთ ახლა ეს არის a შეფარდებული 2m-თან. a-ს შევცვალოთ 11-ს გამოკლებული m-ით, 11 მინუს m შეფარდებული 2m-თან. გადამრავლოთ 3 2m-ზე იქნება 6m, უდრის 5 გამოკლებული 11 მინუს m-ზე იქნება 55 მინუს 5m, გადავათ 11 11m თუ 45-ის ტოლი, m არის 5-ის ტოლი და c გამოვიდა 10-ის ტოლი, ორჯერ 10 არის ჰიპოტენუზის. მოცემული გვაქვს კვადრატული განტოლება, c პარამეტრით გვაქვს, მაგრამ დისკრიმინანტივით რომ 16-ის ტოლია და a დადებითია. უნდა ვიპოვოთ უდიდესი ფესვის, რამდენჯერ მეტია უმცირეს ფესვზე. უდიდესი ფესვი x2, ჩვენ შეიძლება ჩავწეროთ როგორც 20-ს დავუმატოთ ფესვით 16-დან 4, გაყოფილი 2a-ზე. უმცირესი იქნება 20-ს გამოვაკლოთ 4 შეფარდებული 2a. აი, 2a უნდა შევკვეცოთ, გვექნება 24 გაყოფილი 16-თან. 8-ზე იკვეცება და იქნება როგორც 3 2-თან. ეს რამდენჯერ მეტია ეს პირველი ფესვი, დიდი ფესვი გვაქვს ფუნქცია, ეს ფუნქციის წერტილები და უნდა ვიპოვოთ ამ პარაბოლას წვეროს აბსცისა. x-ი უნდა ვიპოვოთ. ეს თითოეული წერტილი ჩავსვათ აქა, 1, სადაც x-ია და გავუტოლოთ 0-ს, გვექნება a + b + c, a + b + c უდრის 0-ს. ხოლო აქ 2-ს ვამთ აქ და გვექნება 4a-ს დავუმატოთ 2b, დავუმატოთ c უდრის 0-ს. გამოვაკლოთ 1 მეორე.
გამოვაკლოთ ამას მეორეს პირველი, ჯობია 300 პლუს b უდრის 0. საიდანაც ესე იგი b უდრის -300. x0-ის ფორმულა როგორ არის? -b შეფარდებული 200-დან. b არის -3b, -3a, -3a შეფარდებული 200-დან. მინუსები გავაკლებდება, აები შეიკვეცება და გვექნება 3/2 არის x0. შემდეგ მოცემული გვაქვს ერთმანეთის მომდევნო n-წელი ნატურალური რიცხვის ჯამი არის 408. ეს რიცხვი მომდევნო, მაგრამ საიდან იწყება არ ვიცით. თანაც ბოლო რიცხვი პირველ რიცხვზე ორჯერ მეტია. ვიპოვოთ, ესე იგი, რა რაოდენობისა ეს რიცხვები, მათი ჯამი ვიპოვოთ. მათი რაოდენობა ვიპოვოთ, რამდენია ეს რიცხვები. ესე იგი, რადგანაც მოდი ეს პირველი რიცხვი ეს ბოლო პირველზე ორჯერ მეტია, ეს x იყოს და ეს იყოს 2x. და დავწეროთ არითმეტიკული პროგრესიის ჯამის ფორმულა d1-ის ტოლია. ჩაწეროთ, ესე იგი, sn არის a1, ანუ x დავუმატოთ 2x, a1 პლუს an შეფარდებული 2-თან და გამრავლებული მათ ახლა რაოდენობა დავითვალოთ. რაოდენობა, ესე იგი, თქვათ 10-დან 20-ის ჩასვლით რიცხვი თუ გვინდა ჩვენ დავითვალოთ, არის რაოდენობა 11. ხო, იმიტომ თუ დავწყოთ 10-დან დათვლას 11-ია. ესე იგი, ვაკლებთ 20 და უმატებთ კიდევ 1-ს. ახლა ბოლოს ვაკლებთ პირველს და უმატებთ 1-ს, ანუ 2x - x იქნება, ანუ x + 1 არის მათი რაოდენობა გამრავლებული x + 1-ზე. ეს არის რაოდენობა, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. და ეს მოცემულობით 408-ის ტოლია. ეს არის 3x, 2-ზე გავმრავლოთ 2-ე მხარე, გვექნება 3x მონოლეთთან ჩხილებზე, გვექნება 3x² დავუმატოთ 3x, თან ეს გადმოვიტანოთ, გამოვაკლოთ 816. ეს უდრის 0-ს. გავყოთ ყველაფერი 3-ზე, x² დავუმატოთ x, გამოვაკლოთ 2, 7 და 2 არის 0-ის ტოლი, საიდანაც დისკრიმინანტი არის 1 დავუმატებული 4-ს უგანვლავებით 8, 8 და 10. ეს არის 1089, ანუ ეს არის 33-ის კვადრატი. საიდანაც x1 არის -1 დამატებული 33 გაყოფილი 2-ზე, ეს არის 16, ხოლო x2 არის x2 უარყოფითი, ნაკლებია 0-ზე, ეს არ გვაინტერესებს. რაოდენობა მათი იყო x + 1, ანუ 16 + 1, 17 არის ამ რიცხვების რაოდენობა. n არის 17. და გამოცანაში ამ ჩამოთვლილი ფუნქციებიდან რომელი არის f(x) ფუნქციის სიმეტრიული y3 წრფის მიმართ. y3 წრფი გავატაროთ, თქვათ, ეს არის 3 და ჯობია რაღაცა ავიღოთ რაიმე კონკრეტული ფუნქცია f(x) იყოს, მაგალითად f(x) იყოს ჩვენთვის -x² ფუნქცია და ესე განვიხილოთ ყველა ფუნქცია. ესე უმჯობესია ჩაწერილი იყოს ჯერ ფუნქცია -f(x) + 3, ეს არის -f(x) + 6, ეს არის f(x) + 6 და f(x) - 3. ეხლა f(x) - f(x) ამ ფუნქციის შებრუნებულს დამატებული 3. ანუ შებრუნებული ავიტანეთ აი აქ 3 და აი აქ იქნებოდა. მაგრამ ეს წრფე ვერ იქნება სიმეტრიის ღერძი. სიმეტრიის ღერძი რომ იყოს, დაცილებული უნდა იყოს მისგან აი აქ უნდა იყოს. ანუ ეს არ გამოგვადგება. -fx + 6. ანუ შეტრიალებული გრაფიკი გვაქვს და ავიდა 6-ში, აი აქა. ნახე, ზუსტად ეს არის სწორედ ჩვენი პასუხი. აი ეს y3 წრფე არის სიმეტრი. დანარჩენები ასეთი არ არის, ეს გამოგვადგება, ეს არის სწორი პასუხი. არის ალბათობაზე 1 ის შედეგად გარკვეული ხდომილების მოხდენის ალბათობა p არის 3 დამოუკიდებელი ცდის შედეგად ერთჯერ მოხდენის ალბათობა ორჯერ მეტია, ვიდრე 3 დამოუკიდებელი ცდის შედეგად ამავე ხდომილების ზუსტად ორჯერ მოხდენის ალბათობა. ნუ p თქმა უნდა 0 და 1 შორის არის ალბათობა. ეხლა ჩვენ მოდი ყოველთვის კონკრეტული მაგალითი განვიხილოთ ჯერ. თქვა დავიღოთ კამათელზე 6-იანის მოსვლის ალბათობა. 3ჯერ თუ გავაგორეთ და ერთხელ გვინდა მოვიდეს კამათელი 6-იანი, ესე იგი 6-იანი ერთხელ გვინდა მოვიდეს. მისი მოსვლის ალბათობა იქნება 1/6, არ მოსვლის ალბათობა იქნება 5/6 და კიდევ არ მოსვლის 5/6. ხოლო თუ ორჯერ გვინდა მოვიდეს 1/6, გამრავლებული 1/6-ზე და გამრავლებული 5/6-ზე. ორჯერ მოვიდა, ერთხელ არ მოვიდა. ერთხელ მოვიდა ორჯერ. ეხლა ეს ჩავწეროთ p სახით. ანუ p მოსვლის ალბათობა გამრავლებული 1 - p-ზე, არ მოსვლის ალბათობა და გამრავლებული 1 - p-ზე.
ეხლა ორჯერ გვინდა მოდის p გამრავლებული p-ზე, გამრავლებული 1 მინუს p-ზე. და ეს მოცემულობით 2-ის ტოლია. შევკუთოთ ახლა p და p, 1 მინუს p, 1 მინუს p, დაგვრჩა 1 მინუს p უდრის გამრავლებული 2p-ს. საიდანაც 1 უდრის 3p-ს და ალბათობა 1/3 ტოლი ყოფილა. მოცემულ განტოლებაში x-ის მნიშვნელობა. ასე, მოდი ყველა წევრი გავყოთ 5-ის 2x ხარისხზე გავყოთ. აქ გვექნება 2/5 2x ხარისხში. ესე 25 არის 5-ის 2x ხარისხი, ნუ აქ დაგვრჩება მხოლოდ 3. ეს კი დავწეროთ როგორც ესე 2 ხარისხად x-ი გამრავლებული 2-ზე, გამრავლებული 5-ის x ხარისხზე. თუ გავყობთ 5-ის 2x ხარისხზე, ეს 1x-ი შეიკვესება და გვექნება მხოლოდ 5-ის x ხარისხი ნიშნულში, ამიტომ აი აქ ჩავწეროთ და გვექნება ესე იგი 2/5 x ხარისხში გამრავლებული 2-ზე და გამრავლებული არაფერზე 2-ზე. ანუ ახლა შემოვიტანოთ აღნიშვნა 2/5 x ხარისხში იყოს a და გვექნება a კვადრატი მინუს 2a მინუს 3 უდრის 0-ს. ვიეტათი გვექნება 3 და მინუს 1. ხო 3 და მინუს 1 მეტყვი, ესე იგი a1 იქნება 3, a2 არის მინუს 1. გადავიდეთ ახლა 2/5 x ხარისხში 3 შეიძლება იყოს, მაგრამ მინუს 1 არ შეიძლება იყოს, ამიტომ ეს არ გამოგვადგება ესა და გავუტოლოთ 2/5 ხარისხად x-ი გავუტოლოთ 3-ს. საიდანაც x-ი არის ლოგარითმი ფუძით 2/5, ეს არის 0.4. 0.4 3-დან. ორობით ფორმაში ჩაწერილი რიცხვის ჯამის მნიშვნელობა ვიპოვოთ. აქ ესე იგი ვიტვირთით ესე ყველას თავისი ადგილი და თან რიგის 0 1 2 3 4 5 ესე აქაც დავიტოვოთ 0 1 2 3 4 და 5 და 2-ის ხარისხები ესენი. ანუ 2-ის 5 ხარისხს ვუმატებთ 2-ის 4 ხარისხს, აქ არაფერია, 2-ის 2 ხარისხს ვუმატებთ და 2-ის 0 ხარისხს. აქაც შევკრიბოთ, გავაგრძელებთ 2-ის 5 ხარისხი, დამატებული 2-ის 2 ხარისხი, დამატებული 2-ის 1 ხარისხი და არაფერი. ესე იგი, ესენი არის 32, ანუ 64 გვაქვს აქა. ეს არის 16, 16 და 4 20, დავუმატოთ პარემ 20-ც. ეს არის 1, 1 და 4 5, 5 და 2 7. ანუ პასუხად მივიღებთ 84-ს დამატებული 7 91. ესეთი პასუხი გვაქვს ჩვენ მესამე არის კი. შემდეგ მოცემული გვაქვს სინუს x-ი 1/2-ის ტოლია, როცა x-ი არის π-ნახევრიდან 3/2-მდე შუალედში და სინუს 10x-ის ტოლი იქნება. ერთელოვან წრეწირზე π-ნახევრიდან 3/2-მდე შუალედი არის აი ეს შუალედი. და სინუსი 1/2-ის ტოლი აქ არის 1 წერტილში მხოლოდ აი აქ. ეს არის π-π6 ან π-ნახევარს პლუს π3. ანუ ეს არის 5/6π. 5/6π. ან x-ი არის 5/6π. 10x იქნება სინუს 50/6, ანუ 25/3 სინუს 25/3x-ისა. გამოვყოთ აქ პერიოდი, ეს არის 24/3 ხომ 8 არის, ანუ სინუს 8 სინუს 8π-ს დამატებული π3. 8π პერიოდია, π3-ზე კი სინუსი არის ფესვის 3 შეფარდებული 2-თან, ანუ ფესვის 3 შეფარდებული 2-თან იქნება პასუხი. რაც შეეხება მე-18 ამოცანას, მოცემული გვაქვს მართკუთხედი და ოთხკუთხედი ABED, ნუ ეწეტილი აღებული ABC გვერდზე. აი ამ ოთხკუთხედის ფართობი არის 9, აი ამ ოთხკუთხედის ფართობი აქეთ არის 12 და უნდა იყოს მთლიანად მართკუთხედის ფართობი. ესე იგი მართკუთხედის ფართობი ასე დავითვალოთ, ესე იგი აი ამ ოთხკუთხედის ფართობს მივუმატოთ მეორე ფართობი და საერთო რაც აქ გამოგვივიდა ორჯერ ავიღეთ სამკუთხედის ფართობი გამოვაკლოთ. ზოგადად გვერდზე ეწეტილი სადაც არ უნდა ავიღოთ ჩვენ, მივიღებთ მართკუთხედის ნახევარ სამკუთხედს, იმიტომ რომ ფართობი იქნება ნახევარი ამ მართკუთხედის, იმიტომ რა არის ამ სამკუთხედის ფართობი? ფუძე გამრავლებული სიმაღლეზე. ფუძე მართკუთხედის გვერდია სიგრძე, სიმაღლე მის სიგანეა. ამიტომ ჩავწეროთ ეგ როგორც თქვით, აი ამ ფართობს 9-ს დავუმატოთ 12 და გამოვაკლოთ
1/2 მართკუთხედის ფართობი, ესით აღვნიშნოთ. ანუ სამკუთხედის ფართობი კი. ეს არის მივიღებთ მართკუთხედის ფართობს. ანუ 21 უდრის, ეს გადავა დაემატება 1, იქნება 3/2 s, საიდანაც s იქნება 2/21 ყოფილი 3-ზე, ანუ ეს არის 14 ტოლი არის ფართობი მართკუთხედი. ამოცანაში უნდა იპოვოთ მოცემული ვექტორების ვექტორული ნამრავლის სიგრძე. ვექტორული ნამრავლი გვაძლევს ვექტორს. და ეს ნამრავლი ვექტორი, მოცემული ახალი ვექტორი უნდა იყოს ამ თითოეული საწყისი ვექტორის პერპენდიკულარული. ანუ ახლა როგორ ხდება ვექტორების გამრავლება ვექტორულად. ესე ვწერთ ხოლმე ვექტორული ნამრავლის დროს. ვისარგებლეთ მატრიცით 3-3-ზე. ჩავწერთ საწყის, ესე იგი საფაზისო ვექტორებს, მიმართულ ვექტორებს i, j, k. შემდეგ პირველი ვექტორის კოორდინატებს 2, -1, 3, შემდეგ მეორეს -3, 1 და -2. შემდეგი გამოვიდოთ ახლა პირველი ის კოორდინატები რა იქნება. ესე იგი მის სვეტში და წკრივში, მის სვეტში და სიგრძეში, აი ასე და ასე ამოვრიცხავთ ყველასა, რაც დაგვრჩა მეორე რიგის იქნება -1, 3, 1 -2 წკრივში და სვეტში. შემდეგ ლიუს იყო მინუს, შემდეგ მინუს ნიშანია, ნიშანმოწმება j-ს რა იქნება. აი ამას და ამას ამოვრიცხავთ, დაგვრჩა 2 - 3, 2 - 3, 3 - 2 და ვუმატებთ. ახლა აი ამის გარდა 2 - 1, 2 - 1, -3, 1. ეხლა აი ამათ ნამრავლს ვაკლებთ აი ამათ ნამრავლს. ანუ -1 ჯერ -2 არის 2, 2-ს ვაკლებთ 1 ჯერ 3 3-ს. გამოვაკლოთ j, ესენი ვექტორებია მიმართული. 2 ჯერ -2 ეს არის -4, -3 ჯერ 3 არის -9 და გამოკლებით +9 იქნება. და დავუმატეთ, აქ 2 ჯერ 1 არის 2, -3 ჯერ -1 არის 3, გამოკლება არის -3. ანუ მივიღეთ -i, აქ არის -5 j და დამატებული გამოკლებული -1 იქნება. -k ვექტორი. ანუ შეგვიძლია შევწეროთ როგორც -1, -5 და -1 ვექტორი მივიღეთ. ეხლა ამის სიგრძე იქნება, ამ ვექტორის სიგრძე იქნება -1 კვადრატში 1 დამატებული 25 დამატებული 1, ეს იქნება 27, ანუ 3 ფესვის 3-დან. შევამოწმოთ არის თუ არა პერპენდიკულარული ეს ვექტორი საწყისი ვექტორების. -1 ჯერ 2 არის -2, -5 ჯერ -1 არის 5, -1 ჯერ 3 არის -3, ანუ მივიღეთ 0, ესენი ესე იგი არის ნამდვილად ურთიერთპერპენდიკულარული ვექტორები, ასევე არის მეორეს მიმართაც. ეს აუცილებელია. ვიპოვოთ რიცხვის ყველა ნამდვილ მნიშვნელობა და სიმრავლე, თუ ცნობილია, რომ მოცემული გამოსახულება არის ნამდვილი რიცხვი. აქ წარმოსახვითი ერთეულია და ანუ უნდა დავიყვანოთ იმ გამოსახულებებს, რაც b ისეთი იქნება, როცა მთელი გამოსახულება იქნება ნამდვილი, ანუ წარმოსახვითი აღარ გვექნება. და გავიხსენოთ, რომ i კვადრატში არის -1 ტოლი და გამოსახულება გავამარტივოთ, იმით რომ ნიშნულში რაციონალობა მოვსწროთ, ანუ გამრავლოთ მინუსიანზე, მაგრამ აქვე გამრავლოთ გვექნება 1 - bi. ესეც გამრავლოთ, რომ წილადის მნიშვნელობა არ შეიცვალოს 1 - bi-ზე. გვექნება ვამრავლოთ, ესე იგი b გამოკლებული b კვადრატი i, დავუმატოთ 4i, გამოვაკოთ 4bi კვადრატში. გაყოფილი 1 - b კვადრატი i კვადრატი. ფორმულა შემოკლებული. ეხლა ეს i კვადრატი -1 ტოლი აქ იქნება +4b და 1b კიდე 5b. აქედან გავიტანოთ ჩხილებს გარეთ i -i, გვექნება b კვადრატს გამოკლებული 4. ხოლო ქვემოთ გვაქვს 1, აქ i კვადრატი -1 ტოლია, 1 + b კვადრატი. ეს უკვე ნამდვილი რიცხვია. აქ რომ იყოს ნამდვილი რიცხვი, აუცილებელია რომ b კვადრატი 4 ტოლი იყოს. 4 - 4 იქნება 0 და i აღარ გვექნება. ანუ b კარგია რომ იყოს 2 და -2.
საჭიროა რომ იყოს 2 და -2, რომ გამოსახულება იყოს ნამდვილი. გვაქვს წესიერი პრიზმა, ფუძის ცენტრის მეორე ფუძის ერთ-ერთ წვეროსთან შემართებული მონაკვეთის სიგრძე D-სტოლია. ეს მონაკვეთი ფუძისგან ადგენს ალფა კუთხეს და ვიპოვოთ პრიზმის მოცულობა. ალფა კუთხე ვიცით, ეს აქ არის, ეს ალფა კუთხე, იმიტომ რომ ესე იგი დახრილი ერთ-ერთი წვერო ბოლომდე პროექციდება აქ და ან შემართებელი ეს არის ეს ალფა კუთხე. ამ მონაკვეთსა და ფუძის სიბრტყეს შორის. რო ჩავწეროთ ახლა თქვა ფუძეში კვადრატია, რადგანაც წესიერია, კვადრატია და სიმაღლეს დავარქვათ b. ასე ჩვენ ისინი არ ვიცით. ამიტომ მოდით ჩავწეროთ ჯერ რო გვსვენოთ და მოცულობა იქნებოდა ფუძის ფართობი a კვადრატი გამრავლებული b-ზე. ახლა უნდა გამოვსახოთ, ესე იგი, d და α-ი ყველაფერი. ეს მონაკვეთი, საერთოდ კვადრატის დიაგონალია, არის a+2-დან, ხოლო ეს იქნება a+2-დან შეფარდებული 2-თან. ანუ a+2-დან შეფარდებული 2-თან ეს არის d კოსინუს ალფა. d კოსინუს ალფა. საიდანაც a უდრის ეს შებრუნდება და იქნება p2 d კოსინუს ალფა. ავიპოვეთ. ეხლა b რას უდრის? b არის d სინუს ალფა. მოპირდაპირე კუთხეა. დავწეროთ მოცულობა. ანუ მოცულობა v უდრის a კვადრატი, ანუ 2 d კვადრატი კოსინუს კვადრატ ალფა. b-ზე d, ბარემ d-ს კუბი დავწეროთ სინუს ალფა. ასეთი ფორმულებით არ არის პასუხში, მაგრამ ჩვენ მივამსგავსთ პასუხს, იგი როგორც პასუხში ესე დავწეროთ. კოსინუსი დავწეროთ ესე კოსინუს ალფა და კიდე კოსინუს ალფა. 2 სინუს ალფა კოსინუს ალფა არის სინუს 2 ალფა, ხო? ან გვექნება d კუბი სინუს 2 ალფა კოსინუს ალფა. მოსემული გვაქვს რიცხვითი მონაცემები, მათი საშუალო 3 სტოლია, ხოლო სტანდარტული გადახრა p2 სტოლია, ვიპოვოთ x, y ნამრავლის მნიშვნელობა. ანუ საშუალო 3 სტოლია, ჩავწეროთ ესე 1 დავუმატოთ 3 დავუმატოთ 5 x და y, გავყოთ მათ რაოდენობაზე 5-ზე ეს არის 3 სტოლი. აქ არის 9, 9-ს დავუმატოთ x დავუმატოთ y არის 15 და ანუ x-y-ის ჯამი 6 ყოფილა. შემდეგ ახლა ჩავწეროთ სტანდარტული გადახრა. საშუალოდგანს ვიპოვეთ, გვექნება 5-3, 3-ს გამოვაკლოთ 1 კვადრატში, დამატებული 3-ს გამოვაკლოთ 3 კვადრატში, დამატებული 5-ს გამოვაკლოთ 3 კვადრატში, დამატებული x გამოვაკლოთ მნიშვნელობა არ აქვს, შევცვალეთ x გამოვაკლოთ 3 კვადრატში, დავუმატოთ y-ს გამოვაკლოთ 3 კვადრატში. აქ შესვლას მნიშვნელობა არ აქვს, 3 - 5 + 5 - 3 კვადრატში ერთ და იგივე იქნება. შეფარდებული 5-თან, ისევ 5-თან. უნდა იყოს p2, მაგრამ კვადრატში ავადრე აღარ მოვიყვან p-ს და იქნება 2 სტოლი. ამავდროულად ესე იგი აქ გვაქვს 2-ის კვადრატი 4-ია, 4-ს დამატებული აქ 0, აქაც 4-ია, დამატებული 4, დამატებული x - 3 კვადრატში, დამატებული y - 3 კვადრატში უდრის 5 - 2 = 10-ია. საიდანაც x - 3, მოდი x-ი შევცვალოთ. x არის 6 - y. 6 - y-ს - 3, ანუ 6 - y - 3 კვადრატში დამატებული y - 3 კვადრატში უდრის 10 გამოკლებული 8 2 სტოლია. აქ იქნება 3 - y, 3 - y კვადრატს. აქ შეგვიძლია შევცვალოთ ეს 3 - y, იგივე y - 3-ია, ხო? ასე ანუ 5 - 3 კვადრატში, იგივეა რაც 3 - 5 კვადრატში, ხო? ისევ ჩვენი კომფორტისთვის დავწეროთ y - 3 კვადრატში. y - 3 კვადრატში აქაც გვაქვს, ანუ ეს ორჯერ გამრავლებული იქნება 2 სტოლი. საიდანაც y - 3 არის +-1 სტოლი. საიდანაც y-x - 3 ან არის 1, y-x - 3 არის -1. y არის 4, ან y არის -2. y არის 2. პლუსით გადავაკეთებ, არის 2 სტოლი.
ეხლა ნახოთ x-ი. x-იც არის, როცა x-ი არის, x-ი მაშინ არის 2-ის ტოლი, y-ი მაშინ არის 4-ის ტოლი. ანუ x-ის ნავრად y-ზე 8 გვაქვს. გინდა y 4 იყოს, გინდა 2. ანუ მათი ნამრავლი გვაქვს 8-ის ტოლია. მესამე ამოცანაზე ინტეგრალზე აქვს საუბარი. მოდულში გვაქვს სინუს x-ი 0-დან 8-მდე. სინუსი 0-დან 8-მდე ფუნქცია დავხაზე როგორ იქცევა ფუნქცია, ესე იგი დადებითი რომელ შუალედებშია უარყოფითი. სინუს x-ი თვითონ მოდულში გაიხსნება როგორც სინუს x-ი ან მინუს სინუს x-ი. როცა x-ი ეკუთვნის 0-π, 2π, 3π შუალედს, 4π, 5π შუალედს, 6π, 7π შუალედს. და მინუსით გაიხსნება, როცა ეკუთვნის π-დან 2π-მდე, როცა x ეკუთვნის π-დან 2π-მდე, შემდეგ 3π-დან 4π-მდე შუალედს, 5π-დან 6π-მდე შუალედს და 7π-დან 8π-მდე შუალედს. ეხლა ჩავწეროთ ესე იგი. წინა ფუნქცია, წინა სახე არის კოსინუსის წარმოებული არის მინუს სინუს x-ი. ამიტომ იქნება მინუს კოსინუს x-ი მისი dx-ი, ანუ ინტეგრალი 0-დან 8π-მდე. ეს არის ყველა ინტეგრალების ჯამი, ინტეგრალი 0-დან π-მდე სინუს x-ი dx-ისა, დამატებული ინტეგრალი π-დან 2π-მდე სინუს x-ი dx-ისა და ასე შემდეგ ბოლომდე. ესე იგი, როგორც თქვით, ეს არის მინუს კოსინუს x-ი 0-დან π-მდე დამატებული, ეს კი არის კოსინუს x-ი. კოსინუს x-ი π-დან 2π-მდე. და ეს რადგანაც 4 შუალედია ყველა 4-ზე იქნება გამრავლებული. ნუ შევკრებ და იგივე მნიშვნელობა ექნება ყველგან, უბრალოდ 4-ზე გავამრავლეთ. ეხლა კოსინუსი π-ზე მინუსი დავწეროთ. კოსინუსი π-ზე არის -1, 0-ზე 1-ია, -1-ს -1 დამატებული. კოსინუსი 2π-ზე არის 1-ის ტოლი, 1-ს გამოკლებული კოსინუსი π-ზე არის -1, -1, ანუ 1 + 1 და მას ყველაფერს 4-ზე გავამრავლებთ. უდრის. აქ არის -2 და მინუსი კიდე 2-ია, 2-ჯერ 4 არის 8, აქ გვაქვს 2, 2-ჯერ 4 არის 8, 8 + 8 არის 16. ნუ აღარ განვავრცე, იმიტომ რომ ესენი 4-ჯერ განმეორდებოდა, იგივე მნიშვნელობები ექნებოდა ამ ბოლოებში. აქ მოცემულია ფუნქციის გრაფიკი, იპოვოთ a + b, აქედან a + b. თუ x-3 და y-2 წფები არის ამ ფუნქციის გრაფიკის ასიმპტოტებია. ანუ სად არ არსებობს x-ი? x-ი არ არსებობს -3-ში, იმიტომ რომ თურმე b არის 3-ის ტოლი, ხო? -3 + 3 0-ია, ამიტომ არ არსებობს და b არის 3-ის ტოლი. ვეკავიკეთ, ეხლა რა უნდა ვიპოვოთ? a რომ ვიპოვოთ, ეხლა სად არ არსებობს x-ი, უნდა ვნახოთ. აქ y არ არსებობს, როცა x-ი -3-ია. ეხლა გამოვსახოთ, ესე იგი, f ფუნქცია f(x) y-ით, ანუ y უდრის ax-ი -4 შეფარდებულ x-ი + b-თან და გადავამრავლოთ ეხლა y x + b-ზე. yx დამატებული y-b უდრის ax -4. გავიტანოთ x-იანები ერთმხარისს გამოვსახოთ, შემდეგ გვექნება x-ი გავიტანოთ ჭრებს გარეთ, y-ს გამოვაკლოთ a. უდრის -y-b-ს -4. და სადანაც x-ი არის, მინუსი გავიტანოთ y-b-ს + 4 შეფარდებული y--100-თან. მოდი ახაც შევცვალოთ ამათ ადგილები და მინუსი აღარ გვინდა. a -y. ეხლა y ასიმპტოტა რადგანაც ჩვენ გვაქვს -2-ია, იქნება a + 2 იქნება და a უნდა იყოს -2. ანუ a თუ არის -2, მაშინ გვექნება ასიმპტოტა ნამდვილად y არის -2. ანუ -2 თუ არის, ესე იგი არ არსებობს x-ი, როცა არის
y არ არის, ესე იგი აუდრის -2-ს. როცა y -2-ის ტოლი, ესე იგი არ ყოფილა -2-ის ტოლი. იმიტომ რომ იქნება -2 + 2 და ეს 0 იქნება და გავიგეთ ესე იგი 3 და -2-ია და პასუხი იქნება ჯამი, იქნება მათი 1-ის ტოლი. იღება 25 ამოცანას. აქ იყო დასამტკიცებელი არითმეტიკული პროგრესიის ჯამი, წევრების ჯამი და შემდეგ მოცემული იყო ესეთი ამოცანა, რომელიც ეჭვით მარტივია, მაგრამ აქ დამტკიცება იმისთვის საჭირო, რომ ეს არითმეტიკული პროგრესია ნამდვილად. იმიტომ რომ პირობაში იყო მოცემული, რომ ყოველი წევრი დაწყებულის გარდა წარმოადგენს მეზობელი წევრების საშუალო არითმეტიკულს. უფრო მეტიც, არითმეტიკულ პროგრესიაში ყოველი წევრი მისგან თანაბრად დაშორებული წევრების საშუალო არითმეტიკულია. თანაბრად დაშორებული წევრების. ასე ეს არის არითმეტიკული პროგრესია. მაშინ ამოცანა მარტივია, A21 იქნება A1-ს დამატებული 20D, მაგრამ A1 გვაქვს 3-ის ტოლი, 3 და ეს არის 22-ის ტოლი. საიდანაც 20D არის 19 და სხვაობა გამოვიდა 19 მე-20-დი. დავიტოვოთ 13. მე-13 წევრი იქნება პირველ წევრს 3-ს დამატებული 12D, 12 ჯერ 19 მე-20-დი. 32 4-ზე შევკვეცოთ, გვექნება 5 და გვექნება 3. საბოლოოდ მივიღებთ იქნება საერთო მნიშვნელი 5, 15-ს დამატებული 57, ანუ ეს იქნება 74 მე-5-დი. გავყოთ switch-ი 5 ერთხელ ჩაეტევა, 24-ში ჩაეტევა 4 ჯერ და 4-ში კიდე 20-ში კიდე 4 ჯერ ჩაეტევა. 14 კი არა 72. 72. კი. ბატონო. შემდეგ გვაქვს ნახევარწრეწირი, აქ დიამეტრი არის AB, C-დან აღმართულია მართობი და D წერტილი არის აქა და უნდა ვიპოვოთ ეს დასჭრიხული ფიგურის ფართობი. ეს აქედან AC მანძილი 6-ის ტოლია, CB 2-ის ტოლია. როგორ ვიპოვოთ ახლა ჩვენ? მოდი DC ვიპოვოთ, DC როგორ ვიპოვოთ? ეს რადგანაც აქ ნებისმიერ წერტილი რომ ავიღოთ, აქ იქნება მართკუთხა სამკუთხედი, იმიტომ რომ ის ეყრდნობა დიამეტრს, ხო? აი შევაერთოთ ასე და მივიღეთ მართკუთხა სამკუთხედი. და დაშვებული სიმაღლე, ანუ DC კვადრატში იქნება გეგმილების ნამრავლის ტოლი, ანუ 6 ჯერ 2, ანუ 12-ია და DC გამოვიდა 12 არის 2 ფესვის 3-დან, DC გამოვიდა 2 ფესვის 3-ის ტოლი, DC. ანუ ეს გავიგეთ. ეხლა როგორ ვიპოვოთ ჩვენ აი ამ ფიგურის ფართობი? მოდი აი ამ სექტორს ეხლა ასე გავაკეთებ, DOB სექტორს, აი ამ სექტორის ფართობს, გამოვაკლოთ სამკუთხედის ფართობი და მივიღებთ აი ამ ფიგურის ფართობს. ანუ S-ი ჩავწეროთ ფიგურისა. S-ი სექტორის გამოკლებული S-ი სამკუთხედის. სექტორის ფართობი რომ გავიგოთ, გვჭირდება აი ეს კუთხე, რა რამდენი გრადუსია. ეხლა დავაკვირდეთ ჩვენ აი ამ სამკუთხედს, რომელიც აი აქ შეიქმნა. ამ სამკუთხედში სიმაღლე დაეშვა და აქ 2 და 2 გვაქვს, იმიტომ რომ სულ ხომ 8 არის და რადიუსი 4 ყოფილა. ანუ გავყო ორ ტოლნაცად, ესე იგი ეს ტოლფერდა სამკუთხედი, ეს 3-ის ტოლია, მაგრამ ამავე დროს ეს მონაკვეთი და ეს ტოლი და რადიუსებია. გამოვიდა რომ სამკუთხედი არის ტოლგვერდა და ეს არის 60 გრადუსი. ანუ დავწეროთ მაშინ სექტორის ფართობი πr კვადრატში. შეფარდებული 360-თან, გამრავლებული 60-ზე და გამოვაკლოთ ახლა ამ სამკუთხედის ფართობი იქნება 1/2-დი, 2 გამრავლებული 2 ფესვის 3-ზე. 2 ფესვი 3-ზე. 3-ზე. 360 და 60 შევყვეთ. იქნება 6 რო შევკვეცოთ. R 4 იყო, ანუ 16-ია. მოდი აქ დავწერთ 16. 16 და 6-ით შეიკვეცება 2-ზე გვექნება 8 მე-13. გამოვაკლოთ 2 და 2 შეიკვეცება 2 ფესვი 3-დან. 8 მე-13-ს გამოვაკლოთ 2 ფესვი. ბოლოს ამოხსნათ განტოლება. რადგანაც მოცემულობაში გვაქვს ფესვი, ფესქვეშ x-ია, x-ი უნდა იყოს დადებითი მეტი 0-ზე. თანაც მკაცრად მეტი, იმიტომ რომ x-ი 0-ის ტოლი რომ იყოს, მაშინ ნიშნულში 0 გვექნება. x-ი მეტია 0-ზე. ასევე x minus ფესვი x, x plus ფესვი x მეტია 0-ზე. ამიტომ თავისუფლად შეგვიძლია ეს ნიშნელი, ამაზე x plus ფესვი x გამოვიყოთ ყველა წევრი. აქ ფესვი მოიხსნება, გვექნება x plus ფესვი x, ხოლო აქ ფესქვეშ დარჩება კვადრატის სხვაობა, ანუ x კვადრატს minus x. მეტია ამ ტოლი 3/2 ფესვი x-დან.
ხო. ეხლა სამეოროდი გადმოვიტანოთ, აქ არის კიდე ერთი ფესვი x-იდან. ეს გადავიტანოთ იქიდან, ორივე მხარეს კვადრატს შევყვანოთ. სამეოროდი მინუსით გადმოვა, გვექნება x მინუს 1/2 ფესვი x-ი მეტი ან ტოლი ფესვი x კვადრატი მინუს x-ზე. ორივე მხარე ავყვანოთ კვადრატში. გვექნება x კვადრატს მინუს ორჯერ გამრავლება და x-ი ფესვი x-იდან დამატებული 1/4 x-ი მეტი ან ტოლი x კვადრატს მინუს x-ი. ორივე მხარეს x-ები შეგვიძლია გამოვაკლოთ. x-ი გადმოვიტანოთ. აქეთ, ან ის გადავიტანოთ იქით. იქნება მინუს x-ი ფესვი x-იდან მეტი ან ტოლი. ეს მინუსით გადავა, იქაც მინუს 1 დახვდა, იქნება მინუს 5/4 x-ი. ორივე მხარე გავყოთ მინუს x-ზე. გვექნება და ის უტოლობა შეიცვლის მიმართულებას ეს ფესვი x-ი ნაკლები ან ტოლი 5/4-ზე. რადგან x დადებითი იყო, ავყვანოთ კვადრატში. x-ი ნაკლები ან ტოლი 25/16-ზე. ანუ x-ი ეკუთვნის მინუს უსასრულობა 25/16 შუალედს.